მოდი გადავიდეთ ხა სამხედრო პოლიტიკას და სამხედრო თეატრზე გადავიდეთ, ჩემო ვერ მინდა და აქ სრული კარდბლანში შენ გაქვს უბრალოდ მე რამოდენიმე კითხვა შევაგროვე და იმ აგებს დაგისვა. მე რო ვიყო 2008 წლის სიტყვაზე ხო იძახიან რომ თავდაცვის მინისტრი, რომელიც შეიძლება არ იყოს სამხედრო და ჩათვალე არის მენეჯერი, ხო? აი მაგ პოზიციიდან დაგისვავ ხოლმე კითხვებს რა. გვაქვს ინფორმაცია, რამოდენიმე ინფორმაცია გვაქვს, რომ უკვე თვენახევარია გრძელდება ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო წვნები, რომლებიც არ დაიშალნენ, პლუს მაგას დაახლოებით 2 აგვისტოდან გვაქვს ფაქტი იმისა, რომ იწყება ევაკუაცია ცხინვალიდან მოსახლეობის და პლუს მაგას ხვდებით იმას, რომ რაღაცისთვის ემზადებიან, ხო? აი მე ხო მივხვდი რა როლები შევითამსოთ რა, მე ვარ თავდაცვის მინისტრი და შენ ხარ გენერალი ხარ. შენ ხარ თავდაცვის მინისტრი, გაქვს ინფორმაცია. ხო, აი რაც მომდის დაზვერვიდან, რომ ესე არის. პირველი მე პირადად სამხედრო არსებობს ხოლმე სამხედრო ამოცანები, ხო? პირველი რა უნდა გააკეთო, რომ აშკარად მტერი ემზადება, რომ ინტერვენცია განახორციელოს და უნდა მოვახდინოთ რამენაირად ამ ინტერვენციის შეჩერება, ხო? და იწყებ გეგმაზე ფიქს, რა შეიძლება ვქნათ. ყველაზე მარტივი მაგ შემთხვევაში, ეხა მე თუ დებილი არა ვარ, აფხაზეთზე აღარ ვფიქრობ, იმიტომ რომ აგერ როკის გვირაბთან განლაგებულები არიან ჯიგრები, ასე ვთქვათ. უნდა ყველა ვარიანტში გაუწყვიტო, იმიტომ რომ ხა ისევ და ისევ გეოგრაფიას რო დაუბრუნდეთ, როკის გვირაბიდან ჯავის ხეობა რო გაუწყვიტო, ცხინვალს რჩება საქართველოს შუაგული არის რა, გეოგრაფიულად, ხო? პირველი შენი ინტერესი რა არის? ჯავის ხეობა, როკის გვირაბი. და გაქვს პირველი, რასაც ავალებ გენშტაბს, ისაა რომ რამენაირად ეს უნდა ჩავჭრათ, ხო? მეტი სხვა გეგმა ცხინვალში მე საერთოდ არაფერი არ მესაქმება ჩემი აზრით, აი მე გეუბნები როგორც მენეჯერის აზრით. იმიტომ რომ შენ თუ დროს ხარჯავ ცხინვალში, იქიდან ნაკადი მოდის, ხო? აი ასეთი გეგმა რო დაესახა, ასე ვთქვათ, თავდაცვის მინისტრს, რომ აი ეს ჯაჭვი გამწყდარი იყო ცხინვალსა და როკის გვირაბს შორის, ეგ ამოცანა შეეძლო შეესრულებინა ქართულ ჯარს? აგი გაგცემ პასუხს, მანამდე კიდე შევავსებ შენ კითხვას. იქ ხო გაქვს ეგ ინფორმაცია და ასევე უტყუარი ინფორმაცია გაქვს, რომ აფხაზეთში შემოსული არის ის შენაერთები, რომელიც შენაერთებიც არის თვალისწინებელ მანდატს, სამშვიდობო მანდატს, ესაა სარკინიგზო ჯარები, ესაა სატანკო ნაწილები, ესაა სადესანტო შენაერთები, მიმდინარეობს რკინიგზის აღდგენა, სამხედროები აღდგენენ, ასევე წვრთნები, რომელიც ჩრდილო კავკასიაში მიმდინარეობს, წვრთნების ლეგენდას უნდა დაუკვირდი. რაცა წვრთნების ლეგენდაში პირდაპირ ეუბნებიან, მოწინააღმდეგე არის ქართული არმია, ქართველი არის მტერი და მოხდება თქვენი ჩართვა ამ ყველაფერში. დაწყებული დესანტით და მთავრებული ტანკით, აბსოლუტურად ყველაფერი თავმოყრილი. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის საქმე არის განსაზღვრო შეერაღებული ძალების პოლიტიკა. დარჩენი ყველაფერი არის გენერალური შტაბის. როდესაც მთავარსარდალი ღებულობს გადაწყვეტილებას და აწვდიდა ამ ინფორმაციას ყველაფერს როგორც იყო და რანაირადაც იყო, ჯარი ვალდებული იყო ემოქმედა, რასაც პოლიტიკური ხელმძღვანელობა მოთხოვდა. რეალური სამხედრო თავდაცვის მინისტრი და მთავარსარდალი ამ დროს გაივლის კონსულტაციას, გააკეთებს ანალიზს, თუ რა ძალები არის შემოსული, რა ძალები შეიძლება ამ ყველაფერს შემოყვეს, გაუმკლავდებით თუ არ გაუმკლავდებით, ჩვენ როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ამ შემთხვევაში, როდესაც შენ გაქვს 100,000-იან არმიასთან საქმე, მარტო ჩრდილოეთის მიმართულებაზე, ასევე აფხაზეთის მიმართულებაზე, ასევე ზღვაზე დომინანტია რუსეთი, ასევე ჰაერზე დომინანტია რუსეთი. ქვეყანამ უნდა დაიკავოს თავდაცვითი პოზიცია. თავდაცვითი პოზიცია ითვალისწინებს შემდეგ რაღაცას. მოხდეს კოდორის ხეობაში, ძირითადი პრობლემები სადაც, მოხდეს კოდორის ხეობაში,
ყველანაირი დამაკავშირებელი ხიდების აფეთქება. მოხდეს ასევე ენგურის ხიდის დანაღმვა, ასევე განხორციელდეს საზღვაო ზოლის დაკავება, გამაგრდეს საჰაერო სივრცე, კონტროლ ქვეშ იქნა საყვანილი გუფთის სტრატეგიული ხიდი, რომელიც ჯავის რაიონს აკავშირებს ცხინვალის რეგიონთან და რომელიც პრაქტიკულად ბლოკირებას უკეთებს თავის გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე რუსეთის არმიას იქ და რომელი ქვეყნის არმიაც არ უნდა იყოს, ასევე იქნას გამაგრებული ჩრდილოეთის სხვა საზღვრები, ეს იქნება ყაზბეგის, ეს იქნება თუშეთის შატილის მიმართულებას. იმიტომ რომ საფრთხე მოდის ჩრდილოეთიდან. და მიიღოს შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვითი პოზიციები. ამას ყველაფერს უნდა დაემატოს შემდეგი რამ. უნდა მოხდეს მობილიზება სამოქალაქო რესურსის, უნდა მოხდეს ვეტერანების, წვევამდელების, რეზერვის გაწვევა, რომლებსაც მიეცემათ შესაბამისი მითითებები, შესაბამისი ობიექტების დაცვის და ისე შემდეგ როგორც ხდება ეს ყველაფერი. აი ამას აკეთებს ხელმძღვანელი, რომელიც ფიქრობს, რომ დიდი ქვეყანა, მეზობელი ქვეყანა ახდენს ჯარების კონცენტრირებას მის საზღვარზე და ახდენს მისი ქვეყნის ოკუპაციის დაწყებას. სხვა ნებისმიერი ქმედება, რომელი ნებისმიერი ქმედებაც იქნება განხორციელებული, როდესაც იცი შენი შეიარაღებული ძალების რესურსი, ეს არის ღალატი. საქმის უცოდინრობა და ღალატი. ჩვენ შემთხვევაში რა მოხდა? ჩვენ შემთხვევაში იმის ნაცვლად, რომ სამხედროებს ქონოდათ უფლება მოეხდინათ განსაზღვრა სამხედრო ოპერაციების წარმოების, პირდაპირ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ქალაქის მერმა, რაღაც იქ პარლამენტარებმა და ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა დაუწყო გეგმების დასახვა შეიარაღებულ ძალებს. რომლის მთავარი მიზანი რა იყო? მთავარი მიზანი იყო რა? პოლიტიკურად წარმოეჩინა ის, რომ ქართულმა ჯარმა აიღო ცხინვალი და დარჩენილი არის ჯავის რაიონი და ამასაც გავაკონტროლებთ და გავართ. კარწინკა დაედგა ასე. ხო. აი ეს გააკეთეს მათ. და ეს დაჯდა ძალიან ძვირი. აი ეს არის ძალიან მოკლე შეფასება. მათ არ გააკეთეს, მათ არ მოიყვანეს შეიარაღებული ძალები თავდაცვის პოზიციაში, მათ მოახდინეს პირიქით დამწვარზე დუღარის დასხმა, არ ვიცი რა გარანტიების შესაბამისად, მე ნამდვილად ვიცი, რომ როდესაც იქნა მოთხოვნა ჯერ კიდე 2005-6 წლებში ამ საკითხის შესწავლის 2007 წელს, იმიტომ ყოველწლიურად იცვლებოდა სიტუაცია, კონტრდაზვერვამ დადო ის რაც შეიძლება მოყოლოდა ამას. ახალგორის გარდა თითქმის ყველა ცხინვალის რეგიონში, თითქმის ყველა რაიონში ითვალისწინებდა პოსტებს, რუსების პოსტებს. თუ ჩვენ გადავიდოდით შეტევაზე. აი ეს იყო კონტრდაზვერვის პასუხი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მათ ძალიან კარგად. აი ერმელი თუ შეიძლება. კარგი. ჩვენი კონტრშეტევა ხო ეგ სულელი არის, მე თვითონ მკითხავ, ხო? მე პირადად ეხა შენ რო აი იგივე როლში დავრჩეთ რა. მე ვარ სიტყვაზე თავდაცვის მინისტრი და შენ ხარ გენშტაბის გენერალი, ასე ვთქვათ, ხო? ამ შემთხვევაში ყველაზე მომგებიანი არ იქნებოდა, რომ თუნდაც პირველივე ღამეს ცხინვალზე კი არა და ის საცხოვრე წერტილები რომ ჩავაქრეთ, ასე ვთქვათ, რაზეც მოხდა ჩვენი პროვოცირება, უბრალოდ ალყაში დაგვეტოვა, ასე ვთქვათ, რეგიონი და არ შევსულიყავით და მსხვერპლიდან აგრესორის როლში არ გადავსულიყავით და თუნდაც ის არ დაგვეშვა, რომ გორი აეღო სეპარატისტებს. აი მაგის უზრუნველყოფას ხო არაფერი არ ჭირდებოდა, ხო, რომ აი მე საიდანაც მესვრია, იმას ვესვი, აი წარმოიდგინე ისა ერმილი რას გიხსნი, რომ თუნდაც მეორე დილით რო გათენდებოდა, რაც CNN-მა, რუსთავიორმა და იმან აჩვენა როგორ ბომბავთ ჩვენ ცხინვალს, იმის მაგივრად ეჩვენებინა ის, რომ ქართული ჯარი სულ მობილიზებულია, მაგრამ არ უტევს, აი შენ რასაც ამბობ, ხო თავდაცვით ზღუდე შეექმნა, რომ ჩემ ტერიტორიაზე არ გადმოგიშვებ.
აი მათ უფრო მეტი რესურსი არ გვექნებოდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა დაგვეცვა და ვინ დაიჯერა ის, რომ ჩვენ რუსეთს ომს მოუგებთ. ლევან, აი მაგაში არის საქმე. ამ მაგაში არის საქმე თავიდან ბოლომდე. კაცო, ეგ იყო გარდაუვალი პროცესი. ეს უნდა მომხდარიყო ასე თუ ამათ მშვიდობა უნდათ. ერთი ცხინვალი უნდა იცოდე ადამიანმა, ეს არის მთებში დაშვებული დაბა, რომელსაც არანაირი მადომინირებელი სიმაღლე არ უკავია. თუ ცხინვალის თბილისივითაა, ხო? არა, თბილის კიდე აქვს სხვა განშტოებები, იცი, აი თქვა თაწმინდის და სოლოლაკის და ამის მიმართულება, მაგრამ აი ცხინვალი ცოტა სხვა არის, იცი? ცხინვალი არის სრულად იმენა მთებში დაშვებული დაბა, რომლის აღებაც არაფერს არ გაძლევს, პირიქით შეიარაღებულ ძალებს აქცევ ქვაბში, სამხედრო თვალსაზრისით. თუ შენ გინდა რომ ცხინვალი გააკონტროლო, ამისთვის საჭირო არის მადომინირებელი სიმაღლეები. ფრისის გზა, ესა ფრისის სიმაღლეები, ძარის გზა, გუფთის ხიდი ეს ჩაკეტო, რჩება ჩვეულებრივად ბლოკადაში, იმიტომ რომ ცხინვალი დანარჩენი მხრიდან სულ ქართული სოფლებით არის შემორტყმული, რჩება ბლოკადაში, მას არ მიეწოდება არც ტყვია წამალი, არც ისინი მიდიან რა ქვია. ხო, რამდენ ხანს გაძლევს ხო ისტორიას რო გადავხედოთ, ხო რა. მორჩა. და მან აი ხო და აი მეორე მომენტი კიდე ისაა, რომ ესე იგი ისტორია ხო მაინც უნდა იცოდე, რომ იყო გეგმაში. იყო გეგმაში ეს. გიტყუებენ, ტყილა არ გიტყუებენ და რა ხარ იმ სატყუ არა. ხო და გეტყვი მაგას, იყო ეს გეგმაში. იყო ეს გეგმაში. გუფთის ხიდი, რომელიც არის სტრატეგიულად მნიშვნელობის ხიდი, ეს უნდა დაეკავებია სხვათა შორის მეოთხე ბრიგადას, 42 რუსთვე-3 ბატალიონს, რომელიც ხეთაგუროს მიმართულებაზე მოხსნეს 9 აგვისტოს და შეუშვეს ცხინვალში. ქართულ ავიაციას სუ 25-ებს, რომლებმაც განახორციელეს გაფრენა, ჰქონდათ პირდაპირი დავალება. დაბომბილიყო გუფთის ხიდი. იმიტომ რომ გუფთის ხიდის დანგრევით უკვე გამორიცხული იყო იქედან დესანტის გარეშე რამე შემოსვლა. სანამ კოპიტნარიდან აფრინდა ჩვენი სუ 25-ები მოიერიშეები და რა არის ახლა კოპიტნარიდან ცხინვალამდე, ხო? კაცია გამოწია 10 წუთი არის 15 მაქსიმუმ ფრედის. პილოტებს უკვე მინიჭებული და დამუშავებული გეგმის ნაცვლად შეეცვალათ გეგმა და მათ მიიღეს ჰაერში მიიღეს ბრძანება გუფთის ხიდის დაბომბვის ნაცვლად ავიაცია გადასულიყო ჯავაში იერიშზე და დაიბომბა კოლონა და ხიდს არ შეხებოდა. რაც შეეხება ქვედანაყოფს, რომელიც ხიდის დასაკავებლად მიდიოდა, ის მოიხსნა და შევიდა ცხინვალში. იმიტომ რომ პოლიციელები ყავდათ შეყვანილი პირველ შტურმზე. ეხლა შეხედე. ამ ყველაფერთან ერთად გამოუგნებელი რა არის, იცი? როდესაც ავიაცია ემზადება რაღაცაზე იერიშის მისატანად, შესაბამისი დანიშნულების ბომბები არის იქ ათვალისწინებული. და როდესაც ჯავშანსატანკო ის ბომბება სხვა კლასიფიკაციის ბომბები ჭირდება, როდესაც ხიდები არის დასანგრევი და ფორტიფიკაციული ნაგებობები სხვა. ერთი მეორეზე არ მუშაობს. კი, ავიაციამ შეასრულა თავისი როლი. ნამდვილად შეასრულა თავისი როლი, თუნდაც იმ ერთი გაფრენით სულ ყველგან ქართული ავიაცია ელანდებოდა რუსებს და თავის თვითმფრინავი ჩამოაგდეს 2. მე ამას არ უარყოფ. მაგრამ გეგმა, რომელი გეგმაც უნდა ყოფილიყო ჩვენი ავიაციის მიზანი და რომელსაც ჰქონდა უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა, ის არ შესრულდა. ეხლა რა შეეხება ცხინვალს? მე გიბასუხე მაგაზე. გინდა მსოფლიოს ამცნო, რომ შენ გაანთავისუფლე ცხინვალი, იქ შეხვედი, რუსი სამშვიდობოების შტაბი გაანადგურე ამასკენი დაამცირე შეურაცხყოფა მიაყენე რუსებს, წართვი ცხინვალი ხელიდან, აფრიალე ქართული დროშა, გამარჯობა შენი გაგრძელე ცხოვრება. რა შედეგი მოყვა ამას? სამხედრო თვალსაზრისით, პოლიტიკური თვალსაზრისით, ცხინვალში შეჭრა ეს იყო თვითმკვლელობა ქართული ჯარისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის. მივიღეთ ეს. არაფლის მომცემი იყო ეს ამი. ხო, იცი რა არის ერმილე, ახლა მართლა ისევ გეოგრაფიას რო დავუბრუნდეთ, აფხაზეთი მაგ მხრივ საქართველოსთვის უფრო რთული ამოცანა, მაგრამ ახლა სამაჩაბლოს რეგიონი მართლა ხდება რა,
რომ დახედო შუაგული არის ხო გორანდი არის 12 კილომეტრი თუ რაღაც ეგრე ახლა აფხაზეთის მიმართულება ცხინვალის რეგიონიდან ბევრად განსხვავდება. იქ არსებობს საზღვაო ელემენტი, იქ არსებობს ბევრად მეტი ტერიტორია, ბევრად გაშლილი ტერიტორია, მეტი სივრცე, თუმცა არსებობს იქ მეორე თქვა დამატებითი ვარიანტი იგივე გალის რაიონის ქართული მოსახლეობა, იქ არსებობდა მეორე კოდორის ხეობის სვანური მოსახლეობა და პლუს შეიარაღებული ძალები. ანუ იქ სხვა ვარიანტი ხდებოდა რა. იქ თუ ჩვენ სამხედრო თვალსაზრისით თუ გადავხედავთ დინარე კოდორამდე, ანუ ოჩამჩირემდე აფხაზეთის დაკავებას არაფერი არ უდგა წინ. ვერ შეძლებდნენ აფხაზები წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ აქ ხო ჩვენ სხვა რამესთან აგვაქვს საქმე კაცო. ჩვენ ხო უნდა გავიგოთ, რომ ბაღაფშის პირით და ამის რა ქვია, კოკოითის პირით შენ გელაპარაკება რუსეთი. აქამდე იმათი ახლა პირდაპირ გელაპარაკება, იმიტომ რომ აღიარა ეს ტერიტორიები და მოაწერა ხელი. სამხედრო თვალსაზრისით იყო კატასტროფული შეცდომები დაშვებული, მარტო ამიტომ არის. იგივე უკანდახევის ბრძანება, იგივე იერიში, იგივე ქართული სოფლების რა ქვია, შეტოვება პირდაპირ და ევაკუაციის გარეშე დატოვება იმის. აი მან მინდა კიდე მეორე კითხვა დავსვა, იმიტომ რომ როცა თუნდაც რა ვიცი ადამიანები როცა რაღაცას გეგმავთ, არსებობს გეგმა A, გეგმა B და გეგმა B თუ არ არსებობს გეგმა A ჩათვალე ვერ გამოგივა, იმიტომ რომ რა ვიცი კარგია როცა აგისრულდება შენი გეგმა, მაგრამ ყოველთვის უნდა იყოს მზად, რომ უარესი უნდა გაითვალისწინო, რომ კარგი გამოგივიდეს. ცხოვრების პრინციპი ეგაა, ხო? მე ახლა გეტყვი შენ, რომ აქ არსებობდა გეგმა A და გეგმა B. გეგმა A ითვალისწინებდა აფხაზეთში შეჭრას 2008 წელს და გეგმა B ითვალისწინებდა სხვა რაღაცა სხვაგან მივდივარ, მე მან გადავიდე თერმინა. სუფთა სამხედრო თვალსაზრისით რო ავიღოთ, როგორც სამხედრო პირის რო გითხრა, რომ ეს გეგმა თუ ვერ შევასრულეთ, მაგ შემთხვევაში ყველაზე მინიმუმ უკან დახევის გეგმა არ არსებობდა. არ არსებობდა პირდაპირ გეუბნები, არ არსებობდა. ანუ ოპერაცია ბარბაროსა გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა ისე რომ გიტლერი არ გაითვალისწინა. კი. არ არსებობდა, მე პირდაპირ გეტყვი. უკან დახევის ორი რაღაც. ერთი მთელი ამ წლების მანძილზე. ავიაციაზე ქვედანაყოფების მოქმედება საერთოდ არ გაუვლია ჯარს სწავლება ამისი. როდესაც შენ ბომბავს, რა ავიაცია ბომბავს, როგორ უნდა მოიქცე, როგორ უნდა გაერიდო, როგორ უნდა დაიფარო. კი, იყო ელემენტები, რა თქმა უნდა, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის და პირიქით კარგადაც იმუშავეს მაგ ბიჭებმა, კვადროციკლებზე გადამჯდარი იყვნენ, გადასტანის არაკეტო კომპლექსებით და მაგრამ ქვედანაყოფს არ გაუვლია ამის სწავლება და მეორე სწავლება არ გაუვლია. უკან დახევის ეს რა ქვია, სწავლება. არ ყოფილა ეს. მე მთელი ეს წლები მსახურობდი და აქ იყო მხოლოდ ერთი რაღაცა, შტურმი შეუტიე. ყველა სწავლება იყო შტურმზე გათვლილი. პოზიციური ბრძოლებიც კი არ ითვალისწინებოდა. იმდენად დარწმუნებულები იყვნენ. ეხლა იმას აღარ ვამბობ, უკვე რამდენჯერ დაგვიტვირთვია მოსულა ბრძანება ცხინვალზე წასვლის და რამდენჯერ დაგვიტვირთვია, ესე იგი მანქანები 2008 წლამდე რო ცხინვალზე იერიში უნდა მომხდარიყო და ჩამოგვიცლია მე ისევეს რომ მე მოვიდოდა ბრძანება რომ არა. კიდე რამდენჯერ შვებულებაში ყოფილი ვართ, გამოუძახები ვართ განგაშით, სასწრაფოდ ადგილზე ომი იწყება. უამრავჯერ. არეკ სამხედრო მზადყოფნა ძალიან კარგი რაღაცა, მაგრამ მაგ პერიოდში ხო უნდა მუშავდებოდეს რამდენიმე სცენარი, როგორ შეიძლება განვითარდეს ეს ჩვენი ბევრი რამე უნდა მუშავდებოდეს. პირველ რიგში უნდა დამუშავებულიყო რა? პირველ რიგში უნდა დამუშავებულიყო მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. რეგიონის მოსახლეობის ჯანმრთელი მამაკაცების ნაწილი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ადგილობრივი თავდაცვითი რეზერვის სისტემაში ჩართული. მათ უნდა ქონოდათ შეიარაღება, უნდა ყოლოდათ ინსტრუქტორები, მათ უნდა ქონოდათ თავისი დავალება. აუცილებელი იყო და გასათვალისწინებელი იყო ის, რომ ცხინვალში შტურმი, რომელიც არაფრის მომტანი არ იყო სამხედრო თვალსაზრისით და პოლიტიკურად ჰქონდა უდიდესი მნიშვნელობა, არ უნდა განხორციელებულიყო. თუ მაინცა და მაინც იქნებოდა ესეთი ვარიანტი, როგორიც ეხლა იქნა და თავდაცვაზე არ უნდათ ამათ გადასვლა,
მაქსიმალურად უნდა მომხდარიყო საარტილერიო ცეცხლით საცეცხლე წერტილების ჩახშობა. შეზღუდული რაოდენობით. ყველა სამიზნე წინასწარ იდენტიფიცირებული უნდა ყოფილიყო და ყველა უნდა დაბომბილიყო. მაგრამ აქ იყო სულ სხვა რაღაცა. გაიგეთ რომ ამ ხალხს ომი ქონდა ნანახი რაღაც კაუნტერის თამაშით. ხო, მაგრამ ჩვენ ხო ყავდა იქ გამოცდილი არავინ არ ეკითხებოდა ჩემო ძმაო. არავინ არ ეკითხებოდა. მე 11 აგვისტო იყო, როდესაც აი ეს შინდისის ტრაგედია როდესაც მოხდა. ეხლა რომ ყველა მათ გმირობას ეფარება. მაშინ ჩვენი ქვედანაყოფი იყო გორის რაიონში მიმართულებას და მოდიოდა ესა რა ქვია, ნუ სრული ბარდაგი იყო, რა ქაოსი უკან დახევა, მე ასე ჩვენ უნდა გაგვემაგრებია ეს მიმართულებები. და მაშინ საქართველოს საჰაერო სივრცე სრულად იყო კონტროლირებადი რუსული ავიაციის ქვეშ 11 აგვისტო. აცხონოს ღმერთმა სოსო სურაულის სული, რომელიც მე კონგოში წავიდა და იქ ჩამოაგდეს და ტყვეთა იყვანეს და მოკლეს. ეს იყო ზმოსრული სიგიჟე. ავიაციის გამოჩენა, ქართული ავიაციის გამოჩენა, კრაკადილების, Mi-24-ების, ვერტმფრენების. ეს იყო სრული სიგიჟე, იმიტომ რომ იმათ შანსი არ ქონდა. მოულოდნელად კამიკაძეობა იყო. აი, ეგ იყო მართლა გმირული გაფრენა. და ნახდათ გამოფრინდნენ და იმათმა დიდესი მისია შეასრულეს. ხვიტზე იმაზე რა ქვია, შინდისზე და ამაზე მომავალი ისინი რუსული კოლონიები დაბომბეს. არანაირ ლოგიკაში ესწრებოდა. პრეს-ცენტრი, რომელიც მდებარეობდა, ხა მე ჟურნალისტებისგან ვიცი, გორში. ბოლოს ვარძელაშვილი მოვიდაო შუაღამესო და გითხრაო, რომ აქო უღარ ჩერდებით უკვე შემოსულები არიან, ანუ ვარძელაშვილი თუ გახსოვს ვინც იყო მაშინ. როგორ არ მახსოვს, გორის რაიონის გამგებელი იყო, რომელიც მე ისე დაიკარგა, ვერ მონახეს. ხო, გამოვიდა რომ გამგებელმა გააფრთხილა ჟურნალისტები, რომ პრეს-ცენტრი გააუქმეთ, გადით, იმიტომ რომ რუსული ჯარები შემოდი. ანუ მაგამდე აი ეგ მომენტიც კი ვერ გაითვალისწინა მთავრობამ, რომ უკან ჟურნალისტები მაინც დაეცვა, ან რაღაცა დაეცვა, ხო? მომისმინე მე გეტყვი აგერ ერთ რაღაცას. აი ჟურნალისტებს და რამეზე კი არა ლაპარაკი. 11 აგვისტო იყო. 11 აგვისტო იყო. გორის რაიონის დაცლას ვინ ფიქრობდა? სისულელე იყო, კი იყო, ქაოსი იყო, პანიკა იყო, ბევრი რაღაცეები, მაგრამ არავინ არ ფიქრობდა. დაახლოებით შუა დღე სადღაც. ნუ შეიძლება 4 საათი რა, დღის არ მახსოვს ახლა ზუსტად საათი წუთი წამი, ნუ შუა დღე იყო. როდესაც მოვიდა ესა რა ქვია, ბრძანება ესეთი, რომ დატოვეთ ყველაფერი და გამოიქეცით თბილისია დასაცავი. ხო. იქ ჯარისკაცებს არ გქონდა ხო, ახლა ჯარისკაც რა ინფორმაცია, მაქსიმუმ რასაც უყურებ შენ თვალწინ და რასაც მეთაური გეუბნები. ხო, რაციაზე რასაც გაიგე. ხო. და აი ეს არ გავდო იცი რა, უკან დახევას. მე გეტყვი აგერ, ეს იყო რაღაცა პირდაპირ ჩაფიქრებული სპეცოპერაცია, რომ იქაუბო გადაწყფებას გავდა. არა, იქაუბო უნდა დაცლილიყო და მოწყდა ეს ყველაფერი, არც უკან დახევა განხორციელა და არაფერი არ განხორციელა, დაიტოვა იქ ყველაფერი და მე თვითონ გამოვედი შუაღამეს რაიონიდან, გორის რაიონიდან და მოდი ერვილეთი წამით შეგაწყვინებ რატო იცი? მე მინდა ერთი კითხვა დაგესვა და მე მინდა მომიყვე შენი 8 და 7 აგვისტო როგორ გაიარე, სადაც მე საერთოდ აღარ ჩავერევი. ერთი კითხვა მაქვს. ავიაცია მესმის ცოტა ძალიან რთული თემა არის, მაგრამ რა გახდა ეს კომუნიკაცია და რატო მოხდა ისე, რომ ჩვენ მოგვიწია სამხედროებს შორის მობილურობით კავშირი? ხო, აქ იყო ერთი ძალიან საინტერესო მომენტი იყო. ახლა ვინც რადისტები არიან, იმათ ძალიან კარგად ეცოდინებათ. მოკლედ რითი ვერ დავშიფრეთ ასე თქო ეს ჩვენი კოდები. ხო, ანუ რაშია საქმე. აქ ჩვენ გქონდა რუსებთან იყო კონფლიქტი და პრობლემას რა წარმოადგენდა. ქართული ჯარი იყო აღჭურვილი რადიო სიხშირეებით და რაციებით, რომლებიც იყო ნატო სტანდარტის.
მთელი ამ ხნის მანძილზე, რაც საბჭოთა კავშირი შეიქმნა და არსებობდა, რუსები მუშაობდნენ იმაზე თუ როგორ უნდა ჩაიხშოთ სხვა სიხშირეზე მომუშავე, ნატო სტანდარტის სიხშირე. მათ ეს განახორციელეს. ხო. ბრწყინვალედ განახორციელეს, იმიტომ რომ ეს ეგრეთ წოდებული RB რადიოელექტრონული ბრძოლა. მათ მოახდინეს ძალიან წარმატებულად. იმიტომ რომ ჯერთის პოტენციალი არ იქნა გამოყენებული, რაც იმ სიხშირეებს გააჩნდა, დაშიფრული მხტუნავის, მაგრამ ისიც რომ მომხდარიყო, საქმე იმაში იყო, რომ ამას რუსები ძალიან წარმატებით ახერხებდნენ. მათ პრობლემა ექნებოდა საბჭოთა სტანდარტის სიხშირეებზე. იმიტომ რომ როგორ გითხრა, იცი, რადიკალურად განსხვავებული სიხშირეა ერთი, რადიკალურად განსხვავებული სიხშირეა მეორე. მეორე რომ გამოიყენებიათ, თვითონაც სერიოზული პრობლემები უნდა ქონდათ. სხვათა შორის კავშირგაბმულობაში რუსებსაც სერიოზული პრობლემა ქონდათ, მოტოროლას რაციები ქონდათ რა. ამან გამოიწვია ეს, იმიტომ რომ რადიო სიხშირეების ჩახშობაში რუსებმა იმუშავეს ძალიან კარგად. ამან მოახდინა. სატელეფონო სადგურები სხვა სიხშირეებზე მუშაობდნენ. სხვათა შორის რუსები თვითონაც იყენებდნენ სატელეფონო კავშირებს, რომელსაც ჩვენი უშიშროება კარგად იჭერდა. კი კადრებიც ხო გვაქვს, რუკით რო არჩევენ ჩვენი პოზიციები. ანუ აქ მოხდა ნატო სტანდარტის სიხშირეების, ესე რომ ვთქვა, ჩახშობა. მეორე პრობლემაც გადაჭერა. კი, მეორე პრობლემაც იყო. თვითონ უნარები და ეს არ ქონდათ ესე კარგად შესწავლილი რადიო, იმიტომ რომ ომის დროს რადიო სიხშირის გადართვა ხდება სულ სხვანაირად. რადიო სიხშირეების ჩახშობაში ძალიან კარგად იმუშავეს, ისევე როგორც ჰაკერულ თავდასხმაში ძალიან წარმატებულები იყვნენ რუსები 2008 წლის ომში. ჩვენ ვერ გაუწიეთ ამას წინააღმდეგო. არ არსებობდა შესაბამისი. კი სამთავრობო საიტები გაითიშა და ყველაფერი 100 თუ 1000 საიტი ერთ წუთში გაითიშა. ხო, ამაში ძალიან წარმატებულები იყვნენ, თუმცა თვითონაც შეექმნათ იგივე კავშირის პრობლემები. ასე რომ ეს მე ვფიქრობ, რომ ეს იყო აბსოლუტურად ნორმალური მოვლენა, თუმცა შესაძლებელი იყო უკეთესად იმ რადიოსადგურების გამოყენება, რომელიც ჰქონდა. იმიტომ მათ მარტო რადიოსადგურები კი არ ჩაახშეს, მათ ჩაახშეს ზოგადად ყველა ის განსაკუთრებით თვითმფრინავების მოულოდნელად ავიაციის რადარებით მახატასთან მაგიტო დაიბომბა, ხო? გაცოფებულები იყვნენ რაზე, როდესაც მათ პირველად ბრძოლაში დაკარგეს Tu-22M3. ეს სტრატეგიული ბომბდამშენია. ჩვენთან ქონდათ, ხო? თან ორი ჩამოვაგდეთ. დღესაც უკრაინაში ომი მიდის და ეგ თვითმფრინავი არ ჩამოვარდა. არ ჩამოვარდა, ხო? მაგაში ნიჭიერები ვარ. კი, ბრძოლაში ხე ქართველი რომ ნიჭიერია და დიდება ჩვენს გმირებს კიდევ ერთხელ. ხო. მოდი ερμილე, ძალიან გთხოვ, მოდი გაიხსენი აბა შენი ეს მოვლენები თავინებულსაც მე შენ არ ჩაგერევი და როგორ ჩაერთი ამ ომში და როგორ გამოხვედი ამიდან და რა ბევრი ჩათვალე მამაოსთან აკეთებ ხო ანუ ბევრი ეგრე დაგვიცალე გული ბევრი გასახსენებელი არაფერი თაღდათ არა ბევრი გასახსენებელი იმიტომ რომ ჩვენ იმ პერიოდში ვიმყოფებოდით ერაყის რესპუბლიკაში იქ ვასრულებდით ჩვენზე დაგისრებულ მისიას და რა თქმა უნდა ჩვენი ქვედანაყოფის ბიჭები რომლებიც არ წამოვიდნენ ერაყში და იქ ცოტა იყო არ იყო მაქსიმუმ 20 იყო ბატალიონიდან ჩემი 20-დან იყო 3 ბიჭი სხვათა შორის პირველი დაღუპულები ჩვენი ასეულის ბიჭი იყო ეს თაყაძე რომელიც დაიღუპა ისინი იყვნენ მიმაგრებული მე-11 ბატალიონთან იქ იყვნენ. ჰქონდა რა კავშირი თუ როგორ და რანაირად რა ხდებოდა. ჩვენ ყველამ ვიცოდით. აგვისტოს დასაწყისში რომ იქ უბედურება იქნებოდა. და ველოდებოდით იმას რომ გადასროლის ოპერაციები დაწყებული. იმიტომ რომ თუ ომი იქნებოდა. მანამდე გაზაფხულის პერიოდში ის ხმები რაც ნატოს სამიტის შემდეგ და ეს ისმოდა რომ აფხაზეთში შეჭრაზე და ამაზე ესეც ვიცოდით, ანუ ვიცოდით რომ ეს უნდა მომხდარიყო, მაგრამ რა იქნებოდა ზუსტად კაციშვილმა არ იცოდა. აი უკვე 6-7-ის ღამე, როდესაც ეს უბედურებები დაიწყო, საქმის კურსში ვიყავით. ეგ არის ძალიან საინტერესო მომენტი, დღეს რო ლაპარაკობენ თურმე ამერიკულ ავიაციას და უფრთხა ის. ნუ აი იქ ატყდა ტრისას. იმიტომ რომ ჩვენ იქ ვართ
ჩვენ ქვეყანაში ომია. ფაქტია რომ ჯერ არაა გამოცხადებული, მაგრამ ომია და ჩვენ აქ რა გვინდა? ჯარისკაცები სვამენ კითხვას პირდაპირ მეთაურებთან, ოფიცრები ასე ცალკე აწელი შვებულებაში იყო ერაყიდან წამოსული და მაგ იყო, მათ შორის ჩვენი ეს მეთაურიც მაგ შვებულებაში იყო და იქ ატყდა ძმაო, აი რა გითხრა, იცი, ჯოჯოხეთი. მithumetes თვითონ ცხინვალელი ბიჭები იყვნენ ჩვენთან ერთად. ნუ იგივე აზრზე იყო, არავის არ ქონია ის, რომ რას ქვია განსხვავებული აზრი ყოფილი. პასუხი იყო ასეთი. ვერ ვახერხებთ ქვედანაყოფის გადასროლას საქართველოში, იმიტომ რომ საქართველოს საჰაერო სივრცე კონტროლდება რუსული ავიაციის მიერ, თორე იქ ბრძანება იყო გამოცემული თარიღებში რომ მივიდეთ, უკვე 7 აგვისტოს იქ უნდა ყოფილიყავით. ვერ ვახერხებთ. იმიტომ რომ პილოტები არიან უარზე, რათა რუსეთის საჰაერო სივრცე კონტროლდება თავიდან. ბოტიში ერთი წამით, მაგრამ სამხედრო რაღაც დოქტრინა არ ვრცელდება, როდესაც რაღაც საყოველთაო სიგნალი არის, რომ ჩემი ქვეყნის მებრძოლი ჩემ ქვეყანაში იყოს? არაფერი არ ვრცელდება, არაფერი. შენ არავინ არ გიშლიდა იმას, რომ გამოგეყვანა ქვედანაყოფი და წაგეყვანა, მაგრამ მოვისმენე ჩემო ძმაო. ამერიკული ბორტი რო ჩამოეგდო რუსულ გამანადგურებას, ჩვენ ყველა, რა თქმა უნდა, ყველა ამოვწყდებოდით, მაგრამ იქ 4-5 ამერიკელი პილოტი უნდა ჩამოეგდო. და საქართველოს ვალდებული არ იყო, რომ თავისი ანუ ჯარის ის დაეწყო. თუ ვალდებული იყო, მაგრამ არ იყო საშუალება. არ იყო საშუალება. პირველ რიგში არ იყო პოლიტიკური ნება. პირველ რიგში არ იყო პოლიტიკური ნება. აბრალებდნენ პილოტებს. პილოტები ამბობდნენ რას გავფრინდებით, ოღონდ უნდა გამოგვაყოლოთ დაცვა. დაცვა ნიშნავს, რომ აქეთ-იქედან უნდა იდგეს ორი გამანადგურებელი თითო ბორტს, რომელიც უზრუნველყოფს ჩასვლას, დაცლას და უკან წამოსვლას. და ეგ არ მოგცა ნატომ ჩვენ როდესაც 2 F-16 გარშემო არ მოგცა. ეს მოგცა როდის იცი? 9 აგვისტოს. და 9 აგვისტოს რატომ მოგცა, იცი? განა იმიტომ რომ ვინმესი მოეხატა. იქ შეიძლება ომი დაწყებული. იმიტომ 1500-მდე კბილებამდე შეიარაღებული ქართველი დააქცევდა იქაობას. და მიდიოდა ჯანყის შეეშინდათ, ჯანყის შეეშინდათ. კი, ეს მიდიოდა პრეზიდენტის ბუშის დონეზე მიდიოდა ეს ლაპარაკი. ამერიკელები გაუგნებულები იყო, ვისე ომებითო. ერთი სალვადორელი ბიჭი იყო, ის გამოყვა კამერით ჩაიწერა ყველას პირჯვარი გადაგწერა და გვემშვიდობა აქეთ-იქეთ, კაროჩე როგორ გითხრა იცი და ბევრი ძალიან გულიანად გვექცეოდა. ზოგიერთი ვაი თქვენ პატრონსო. არ უნდათ განიხილებოდა სხვა საკითხი. რომ დამჯდარიყო თვითფრინავი ტრაპიზუნში და ტრაპიზუნიდან მომხდარიყო მე ავტობუსებით შეყვანა საქართველოში ემის, რა ქვია, ქვედანაყოფების. ეს იყო უსაფრთხო ზონა. მაგრამ ამ შემთხვევაში გამოდიოდა რომ შეიძლება ჩვენ ბათუმის დაცვა მოგვიხერხებია, მაგრამ თბილისის დაცვას ვერ მოახერხებდით. დასავლეთ საქართველოში მოიქცეოდით ჩვეულებრივად ხო? ხო, ასე იქნება. იგივე გეოგრაფია. ეხლა სომხეთი რუსეთის მოკავშირე იყო. სომხეთიდან გამორიცხული იყო. სომხეთიდან პირიქით ავიაცია ფრინდებოდა და ბომბავდა საქართველოს. აზერბაიჯანიდან გამორიცხული იყო. ერთადერთი ქვეყნიდან საიდანაც შეიძლებოდა შეღწევა საქართველოს საჰაერო სივრცეში იყო თურქეთი. ბოლოს უკვე 9 აგვისტოს, როდესაც რა ვიცი, რა დონეზე იყო უკვე მისული, არც მინდა რა გავიხსენო ეგ ყველაფერი, გაბედეს როგორც იქნა და დაიწყეს უკვე გადმოსროლა ქართული ქვედანაყოფების საქართველოში. და როგორც კი ჩამოფრინდა ამერიკული ბორტი, რომელმაც გამოგვაცილა, დახურეს ეგრევე ბორტი იმ წუთში ჩამოვიდა ბოლჯარში, ეგრევე დახურეს და გაიქცნენ თბილისის აეროპორტიდან ამერიკელები. მე აქედან მოხდა ჩვენი გადაყვანა უკვე იმაში, რა ქვია, გორის სამხედრო ბაზაზე. იქ მოხდა გადაცვლა ფორმები, ჩვენ თეთრი ფორმები გქონდა, მწვანე ფორმებით, სხვა კამუფლიაჟი იყო, სხვა სტანდარტის ტყვიები გქონდა, იქ სხვა სტანდარტის იყო, 762 იყო ჩვენ იქ.
ამათმა ხო გადაიარაღებები დაიწყეს და იყო ეს ცალკე ხლაფორთი და ნუ აქედან მოხდა გორის რაიონში მე უკვე გასვლა ჩვენი ჯგუფი. სადაც იყო სრული საგიჟეთი. და ჩვენ ახლა რასაც გვავალებდნენ, იმას ვასრულებდით, პირნათლად ვასრულებდით, რაც იყო. აქ იყო 11 აგვისტოს, როდესაც ამათმა გაქცევის ბრძანება, ეს იყო ცალკე საგიჟეთი, იმიტომ რომ იქ ადგილობრივები იყვნენ ბევრი, ოჯახს ვერ დავტოვებთ, ამას ვერ დავტოვებთ, სად წავიდეთ, მეც მაკაცები მყავდა თვითონ ქაურები, მეთქი მეც აგვრჩები. არ მოვდივარ მეთქი, არ მაინტერესებს, არ მივდივარ, არ წავედი თბილისში. დავრჩი დაახლოებით 10 ბიჭი დავრჩით რა. საერთოდ დაიცალა მთელი ქალაქში მე როდესაც ჩამოვედით, საერთოდ დაცლილი იყო და მე როდესაც დამყარდა კონტაქტი ამ ოჯახის წევრებთან, გითხრეს რომ ჩვენ გავართ და ოჯახის წევრებს გამოვიყვანთ, არ გჭირდება, ანუ არ იყვნენ იქ ჯერ რუსები შესული და წადით თქვენო და წამოვედით, მე ღამე ჩამოვედით, ჩვაღამეზე ჩამოვედით თბილისში. იქ პანიკა, იქ ქაოსი, იქ საგიჟეთი სრულად. ახლა ცნობილი რომ თურმე რუსები უკვე თბილისზე მოდიოდნენ. აქ ყველაზე მეტი სასწაული რა იყო? 11-12-ის ღამეს ხო საერთოდ ბარდაგი იყო. 12-ში 300-მდე ჯარისკაცი ვიცავდით თბილისამდე მომავალ გზას და თბილის მცხეთასთან. დანარჩენი დანაყოფები დაპანიკებული იყო. გამოცხადებული ჰქონდათ იარაღის ჩაბარება. მე როდესაც ჩამოვედი 11-ის ღამეს თბილისში, გენშტაბის ოფიცრები დარბოდნენ მანქანებით და საქართველოს ჯარი არ ყავს, ომი ჩააბარეთ, ომი წაგებულია, დამთავრებულია. ამაზე ხო საერთოდ სიტყვა არ ხსენდება. ზღვაზე თბილისის ზღვაზე გაიყვანეს ქვედანაყოფები, იქ უთხრეს რომ გინდათ დარჩით, გინდათ წადით, ანუ ან ჩააბარეთ იარაღი, ჩააბარებიეს ხალხს, მაგრამ ეს ხალხი ისევე დაიჭირეს თვითონ, რო იცოდე. ბოლოს 12-ში წავედით გორში. ჯერ კიდევ რუსები არ იყვნენ შემოსული. გორის ბაზაზე. სადღაც უკვე გორთან მისულები მოგვაბრუნეს უკან. იმიტომ რომ უკვე რუსები შემოვიდენო გორშიო და რა ვიყავით 300-მდე 400-მდე ადამიანი ვიყავით რა. და დავიწყეთ დამცავი ზღუდეების გაკეთება, ჩასაფრებების მოწყობა, იქიდან მოყოლებული თბილისამდე. ყველაზე გასაგიჟებელი რა იყო, იცი? როდესაც გამოჩნდა რუსული ავანგარდი ამ ტერიტორიაზე, როდესაც უკვე ჩანდა და ჩვენ წინ გადიოდა ჩასაფრებები ჰქონდა მოწყობილი, ცეცხლის გახსნის ბრძანებას არ გვაძლევდნენ. იმიტომ რომ რუსებიო სამშვიდობოთ არიან შემოსული. ლამისყანის გადმოსახვეში ახლა ახალგორი ჩვენ თვალწინ გაატარეს. ახალგორის საოკუპაციო ნაწილები გაატარეს მთელი გზა. იქ ჩასაფრებებიც იყო გაკეთებული, დამცავი ზღუდეებიც იყო გაკეთებული, ჭირდებოდა ბრძანება. უარი. ამის მერე გადაგვიყვანეს ახალგორში. ახალგორის მიმართულებაზე იქ მთებიდან ლომისაზე ვიცა ნამყოფი. სოფელი იკოთი ის. ჩავდიოდით, ქვევით მოსახლეობასთანაც ყველგან ვიცოდით როგორ და რანაირად. არ გვეძლევდნენ უფლებას. საბრძოლო მოქმედებების. გადმოსხეს რუსებმა ამ პერიოდში დესანტი. ლომისის ტაძარზე. ჯერ ახალგორში მარტო ცენტრში იყვნენ რუსები შესული ეგეთ სადღაც შუა აგვისტოში. ავიყვანეთ ეს დესანტი და ალყაში იყო, მღვდელები გამოვიდნენ იქ, რომ ეკლესიაშიო არ ესრულოთ. თვარ ჩვენც რომ არ ვესვრით მეთქი, გასვა ქრისტიანები ვართ, ტაძარში როგორ ვესვრით თქვა, ახლა ისინი არასწორად მოიქცნენ, ახლა იცოდნენ რომ იქ ვიყავით და არ ვესროდით.
გამოვიდნენ და აყარუნ იარაღი გამოვიდნენ. ახლა იარაღს ასიულად ვინ დაყრის თან მედესანტე? დაგვირეკეს გენერალური შტაბიდან. გაანებეთ თავი კაციშვილს ერთი თმის ღერი არ ჩამოუგდოთ. გავხსენით კორიდორი და მიეცით საშუალება გავიდნენ თავისიანებთან. ესე გაგვაშვებიეს. რა მოგიყვეთ ჩემო ძმაო? 11 აგვისტოს უბედურება, რაც იქ ტრიალებდა, მართვა არ იყო, დაბომბვა, უპატრონოთ მიტოვებული, იმ შინდისის გმირების ამბავი არ უნდა მომხდარიყო საერთოდ. იქ ჩვენ უნდა წავსულიყავით იმათ გამოსახსნელად, მე მოგვივიდა ბრძანება, რომ თურმე ისინი ავიაციამ, ოსურაულის ავიაციამ გახსნა და გამოუშვა და ოსურაულის ავიაციას სხვა მიმართულება დაუბომბია. იქ სხვა უბედურება ხდებოდა. რუსები იქეთ გარბოდნენ. იმიტომ რომ კონტრშეტევას ელოდნენ. და მე მთელი ის პოზიციები მოვიარე, მთლიანად დათხრილი ჰქონდათ ის. ყველა მიცოდა რომ ამ დებილმა გამოაცხადა პირდაპირ ეთერში რომ ჩამომყავს პირველი ბრიგადა, ასე უნდა ვქნა, ისე უნდა ვქნა, ეს უნდა ვქნა. ცხინვალისკენ გადავიდნენ. თავიანთი პოზიციების მოწყვა სწორად გააკეთეს, იმათ რომ ჰქონდათ ინფორმაცია რომ შემოვიდოდა კონტრშეტევის ძალა. და ამათმა აქეთ გადასცეს მთელი რაიონი. თურმე რაში ჭირდებოდა? ჭირდებოდათ იმისთვის რომ მთელი ეს შეიარაღებული ძალების ქონება, ეს ტყვია-წამალის, რომელიც ნაყიდი იყო. მომამდე ეს ყველაფერი უნდა წაეღოთ რუსებს და ყველაფერს უნდა მიცემოდა შემდეგნაირი სტატუსი, რომ ეს თურმე რაც კეზერაშვილმა და ამათმა ამერიკელებთან ერთად ვაინა so species ემოთხებს ჯარს რო დაუსვეს კითხვა მე ახლა ჩვენ რაც გქონდა ეს 762 აკმ-ები გქონდა სულ სხვა სტანდარტის იარაღი იყო და სულ სხვა 762 კალიბრი იყო და აქ უკვე გადადიოდა იცვლებოდა მაშინ იარაღის ეს რა ქვია და როდესაც უთხრეს ახლა ნამდვილად ვიცი ჩემი ძმა მსახურობდა იქ სენაკში და ესე მეგობრები იყვნენ როდესაც ომის წინ უთხრეს ჯარისკაცებს რომ რომელი იარაღი გინდათ ჯარმა ერთხმად აირჩია აკაესი. ეგ მეც ვიცი კი. ხო. ეგ იყო. იმიტომ რომ ჯარი მიჩვეული იყო ამ იარაღზე, უფრო საიმედო იყო. საშინელება იყო ჩემო ძმაო. საშინელება ეს იყო რაღაც ჯოჯოხეთი. ეს იყო ჯოჯოხეთი და ვერაფერს ვერ ცვლიდი ამ ჯოჯოხეთში. მეთაურობა, მართლობა გათიშული, სრულიად გათიშული. იქ რო ინდივიდუალურად ადამიანებს არ გამოეჩინათ ინიციატივის აღება იქ საერთოდ უბედურება მოხდებოდა განსაკუთრებით 10-11-ის პერიოდში როდესაც ესენი ამტკიცებდნენ რომ ბრძანება ჰქონდათ უკან დახევის გამოცემული და რომ რუსები მეტი არ წამოსულიყვნენ წინ კოდორის ხეობაში უარესი საგიჟეთი ხდებოდა რუსები გორში თვითონ სამხედრო ბაზაზე შემოვიდნენ სადღაც 12 აგვისტოს დღენახევრის მერე პრაქტიკულად რა. ნუ დღენახევარი არა, ერთი დღის მერე შემოვიდნენ. ერთი დღის მერე. იმათმა გამოუშვეს წინ მზირი ჯგუფები, შეისწავლეს ხო არ იყო ეს. ისინი სხვა რაღაცას ფიქრობდნენ. ისინი ფიქრობდნენ რომ მოწინააღმდეგე გვიტყუებს, ანუ შეტყუების ისა სტრატეგია. ხო, რაც ჩვენ გვიქნეს ცხინვალში, იგივე ეს გვიმეორებენ ჩვენ. გვიტყუებს და პირველი მოწინავე მზირი ჯგუფები გამოჩნდნენ გორის რაიონში. გორის რაიონში ქალაქ გორში უკვე 12 აგვისტოს დასაწყისში. შუა დღის. გაუგნებულები იყვნენ თვითონ. აი გორში მან უფრო პიროვნული ისაც იყო რა ქვია სიმხთალეც იყო მიხეილ სააკაშვილის ხომ ნახეთ რა დღეებიც მივიღეთ მაშინ ხო ახლა მიხეილ სააკაშვილი თვითონ რომ ლაჩარი კაცი იყო ეს არავისთვის გასაკვირი არ იყო ეს ყველამ კარგად იცოდა რომ ეს იყო ლაჩარი ეს იყო მშიშარა ეს იყო მხდალი ადამიანი რომლისგანაც მსგავსი რაღაცა გასაკვირი არ იყო მაგრამ ფაქტი ის იყო რომ ვისაც ევალებოდა საერთო ჯამში შეიარაღებული ძალების მართვა ის არ მართავდა იმას როგორც უნდა ემართა მე გეუბნები შენ 11 აგვისტოს უკვე 12 აგვისტოს ღამე როდესაც თბილისში ჩამოვედით
მიზან მიმართულად ხდებოდა ქართული ჯარის დემორალიზება და მოსახლეობის დემორალიზება. ჩააბარეთ იარაღი. უკან გამოგვიშეს მაგას გეოვნებით არც ერთი ის არ ყავდა რა ქვია ვეტერანების მობილიზება რატო არ დაიწყეს ვეტერანების მობილიზება რატო აფხაზეთის ომის მონაწილეები უარი უთხრეს მოხალისეებს უარი უთხრეს ყველას უარი უთხრეს მე ჯარისკაცებს დააბრალეს რომ თვითონ თურმე იარაღი დაყარეს და გაიქცნენ ჯარს უთხრეს პირდაპირ ჩააბარეთ იარაღი ჩვენ არ ჩავაბარეთ იარაღი თალმა ჩავაბარეთ აი იარაღი ჩავაბარო მე თქვა თქვენ ნორმალურები ხართ ქვეყანაში ომია იარაღი როგორ ჩავაბარო ესე იგი გიქმნიდნენ ყველანაირ სიტუაციას ქმნიდნენ რომ ეს შემდეგ გოგავა მოვიდა თბილისის დაცვაზე რო ვიყავით იქ და ამერიკელები მოდიანო აქო რა ქვია გვეხმარებიანო ომშიო და რაღაცას მთელი ის რო იყო გეუბნები ძმაო თბილისის დაცვაზე იყო დაახლოებით 300 ადამიანი კაცო აქ იყო პირდაპირ საქმე რაზე პირდაპირ უნდა განხორციელებულიყო ის რაც განხორციელდა ამათ არ ჭირდებოდათ ჯარისკაცი ეროვნული სულისკვეთებით და ჯარი რომელიც მე გეტყვი აქ რა უნდა მომხდარიყო ძალიან მარტივი იყო ძალიან მარტივი იყო ერთ ასეულს უნდა იყო პასუხისმგებლობა ოღონდ მათ ვინც იცოდა თუ რა ხდებოდა ეხლა იქ ჯარისკაცი ვერაფერს ვერ გაიგებდა ერთ ასეულს უნდა იყო პასუხისმგებლობა უნდა მიეყენებია მიხეილ სააკაშვილი უნდა მიეყენებია ეს რა ქვია კეზერაშვილი იაკობაშვილი მთელი ეს ნაზირლები კედელთან უნდა მიეყენებია ამ ხალატის გულისთვის უნდა დაეხვრიტა უნდა აიღო საკუთარ ხელში ქვეყნის დაცვა და მმართველობა და ჯარის დაშლა და დემორალიზება კი არ უნდა გაეკეთებია უნდა გაიგრძელებია ბრძოლა მინიმუმ გორის შენარჩუნება გორში რა უნდა და რუს არაფერი ძმაო აი მათ ხო ყველაზე მართლები ვიქნებოდით გინდა საერთაშორისო მედიისთვის გინდა გაეროსთვის აი რა უნდა გორში დღეს კიდე იოლად ლაპარაკობენ რომ ის რა ქვია თურმე 7-8-ში დაიწყო ომის აქტიური ფაზა რასაც ქვია აგვისტოს დადგომასთან ერთად დაიწყო ივლისის ბოლოს რო დაიწყო უკვე შეტაკებები ხო იმადა და მე გეტყვი იმიტომ არა რომ მე თვითონაც ჯარისკაცი ვიყავი იმდენად კარგი ნიშნები იყო იგივე იმხრულების კოლონაზე ჩასაფრება სრულიად შემთხვევითი სრულიად მოულოდნელი იგივე ტუ 22-ის ჩამოგდება რომლის პრეცედენტი დღესაც არ არსებობს ძალიან ბევრი რაღაცა არავინ არ ლაპარაკობს მაგალითად სარეიდო ოპერაციის შესახებ რომელიც მაგალითად კვაისაში იქნა შეყვანილი ჯგუფი აი ბევრი რაღაცა ისეთი ბევრი რამე რაც ქონდა ამ ომს დადებით იგივე ახალი ტაქტიკის გამოყენება იგივე ავიაციასთან ბრძოლის იგივე კვადროციკლებით ხო დაახლოებით 22 მოხვედრილი ხო კომპლექსი რა არის ანტისარაკეტო საჰაერო სისტემა არის ყოველთვის დიდი კომპლექსი გინდას პეტრიოტი რო აიღო რაღაცა რო აიღო მარტივად არჩევ მაგრამ კვადროციკლი ტიპი გარბის ვიდას დიე ხა მაგას რა დაარის ხო პირველი ეტაპი იყო ახლა მე ღალატზე კიდე ახლა ღალატი როგორ ჩინდა ღალატი იყო გარედანაც იგივე ისრაელის მოწოდებული იარაღი რომელიც დრონების სისტემა რომელმაც არ იმუშავა ამ ომის დროს იმიტომ რომ გაყიდული იყო გადაცემული იყო რუსებზე კოდები მართვის კოდები ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი და ეს გადაატყდა ჯარისკაცზე ეს გადაატყდა მოსახლეზე და ითხოვდნენ ჯარისკაციდან იმას რაც უნდა გაეკეთებია გენერალს სამეთაურო რგოლმა მე ვერ ვიტყვი იმას რომ ხათასეთი უწუკი ახლა არც იმაზე მაგ დიდი წარმოდგენა ვინც იყო მაშინ გენშტაბის უფროსი და დიდი ხნის წინ უნდა ხეხავდეს ის რასაც მოსახეხი ვირისაბანოს და დანარჩენები მაგრამ არ იყვნენ ესეთი სულელები რომ იქ რა ხდებოდა არ იცოდნენ ძალიან კარგად იცოდნენ თუ რაც ხდებოდა კაი შენ არ მოგაყენებ შეურაცხყოფას მაგრამ ჩემ თავზე ავიღებ ხა მე რაც გავიარე ხა ანალიზი მე მივხვდი რა უნდა გვექნა და რა არ უნდა გვექნა და დავიჯერო ეთნას დევიდ ევაძემ ვერ მიხვდა მაშინ რა უნდა გაეკეთებინა ეს ჭანკვეტაძე ხო ბოდიში ჩემი ხო ახლა დევიდ ჭანკვეტაძე სამხედრო იმას მე არ დაუკარგავ არავის თავისი ის აქვს თუმცა ესიც უნდა ეს ის ადამიანი რომელიც ეროვნულ ხელისუფლებას ბომბავდა და სხვათ შორის მის საქმეში კარგი მცოდნეა რა არის ერთ რაღაცას ვიტყვი რა მე არ მწამს ადამიანი რომ
ადამიანს საქართველოს უყვარდეს და პატრიოტი იყოს და იყოს ან ნაცი ან კოცი ეგ მორჩა არ არსებობს ეს გამორიცხული და მე რაშია საერთოდ მე ხალხმა რომელმაც ამდენი უბედურება ნახა ამდენი რაღაცა გადაიარა თავის თავზე და კარგად იცის ვინაა მტერი და ვინაა მოღალატე ის ხალხი დგას და კიდე მიხეილ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობას ახსენებს აქეთ გამოსულია ეს ხალხი და იძახის ესა ბიზინა ღმერთმა დალოცოს ვინც ეს ყველაფერი შეარჩინათ ჯერჯერობით შერჩენილია ამას ყველაფერს ჭირდება საველე სასამართლო მე გეტყვი ახლა რა უნდა მოხდეს რომ ესეთი არ განმეორდეს ესენი ეფარებიან ანწუხელიძის სახელს დრატო ანწუხელიძეს იმიტომ რომ ანწუხელიძის სცენაში ადამიანი ხედავს ჯოჯოხეთს ჯოჯოხეთს ხედავს არავინ არ ახსენებს სიტყვაზე შენ როდესმე გაგიგია ეპიზოდურად შეიძლება ახსენოს ვინმე ესე რა ქვია შინდისის გმირებთან რაღაცა ესეთი ახლობლობა და ის მქონდა ერთი მამაჩემი სტუდენტი იყო საწყალის პოეტი თვალიშვილი მეორე ბავშვობის ეს იყო ერთად ვიზდებოდით ის ალიკონიანი ერთი ძმაკაცის ბიძაშვილი იყო ну იცი როგორ გითხრა ამ 17 ბიჭში ახლა უჩაგუგუჩია ჩემი მეგობარი იყო იქ იყო თვითონაც მე რა ხდებოდა მე გვამების გამოტანა რო არ უნდოდათ რატო არ უნდოდათ იმეთო არ უნდოდათ რომ რაც შეიძლება მეტი დაძაბულობა მეტი დაღუპული ყოფილიყო მეტი გამწარებული ყოფილიყო კარწინკა შექმნილიყო ეხა როგორც რუსთაველზე რო ქნია ხოლმე ეხა ხო და ჩემოძმაო ეს ომი ემსახურებოდა იმას კი არა ეს ომი ემსახურებოდა იმას რომ საქართველოს და რუსეთს ეს ყველაფერი როდის უნდა დამთავრდეს მე თუ მკითხავ რა არის ეს დაუსჯელობა და ეს თავგასულობა არის დაწყებული დაახლოებით 92 წლის 6 იანვრიდან როდესაც მოღალატეები მოვიდნენ სათავეში გადახედეთ იგივე აფხაზეთის ომს გადახედეთ ხალხო არაფერი განსხვავებული იქ არ ხდებოდა აფხაზეთის ტამიშის ისენი ალბათ მებრძოლები ისინი ნაკლები გმირები იყვნენ რას მელაპარაკებს კამანი სოფელი კამანის მცველები კოდურის ხეობის მცველები მოღალატეებად და მძარცველებად და ყაჩაღებად გამოაცხადეს ვინც კბილებით შეინარჩუნა ის ხეობა ვინმეს ავიწყდება რომ ეს ოქროაშვილის დროს ეს რო ახლა იმაში როა ქოცების გამправებელი როა იგი რა აჯანდაბის გვარია გვარს არაფერს არ როჩი ნიკოლაიშვილის ლეონ ნიკოლაიშვილი პირდაპირ ავალებდა ქართულ ავიაციას ქართული სოფლების დაბომბვას ეს ხალხი ბიჭო ეს ხალხი იგივე როინ შავაძის მკვლელები კაცმა იცოდა სიმართლე რაც მოხდა ამიტომ დაცხრილეს რაზე მოკლეს ცინდელიანი დედააგინა სულ ამათ იმაზე რა ქვია ჭუბერის უღელტეხილზე რას ქვიაო ჯერ ხასმარო რა იცი ეხლა ახალთაობას ეხლა იმას აგუებენ რომ სლავა უკრაინიდან ომის ვიაჩი იყო საქართველოს იყო და მინდა რომ ჯერ ჩვენი გვირები ვაღიაროთ ჩემო ერმინე და გმირობა კიდე მოგვიწევს ეგაა კიდე და არ უნდა ვიყოს სხვა ქვეყნის გულშემატკივრები ეს ომი ჯერ ბიჭები მიწაშარიყვენ გაციებულები როდესაც 22 ლარიანი ვეტერანები რო შიმშილობდნენ გვერთა მოედანზე რადღიში ჩაგდო მიხეილ სააკაშვილიანაც როგორც ცემეს როგორც ცვალდარბელი აურიეს ერთმანეთში და რას ქვიაო ითხოვთო რამეს მომისვენ ერთ რაღაცას ვამძმა კითხვას ვამ კი ქართველს და მას მოითხოვება საქართველოს შვილს სამშობლოს დაცვა და გმირობა ბიჭო ამდენი მოღალატე რატო შეიძლება მართავდეს ამდენ გმირს ამას ჭირდება ტრიბუნალი როდესაც ამაზე არის საუბარი ამაზე ლაპარაკი არავის არ უნდა დასავლეთს არ ვაწყენიოთ, იმას არ ვაწყენიოთ, ამას არ ვაწყენიოთ, ასე არ ვქნათ, ისე არ ვქნათ, დაპატარავდა საქართველოს. აფხაზეთი დაიკარგა, სამაჩაბლო დაიკარგა. აგერ მაშინ ომი მაინც იყო, ახლა ტრაქტორით წაიღეს დავით გარეჯი. გამოიწერეთ ემიგრანტ TV. მოიწონეთ ვიდეო და გაუზიარეთ სხვასაც.